Bloomberg-ი წერს, რომ ამერიკის არაბი მოკავშირეები პანიკურად სთხოვენ ტრამპს შეწყვიტოს ომი. არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი პირად საუბრებში ემუდარებიან დასავლელ პარტნიორებს დაარწმუნონ ტრამპი, რომ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. სპარსეთის ყურის მონარქიებმა, რომელთა ტერიტორიაზეც მდებარეობს საკვანძო ამერიკული ბაზები, უცებ გააცნობიერებს, რომ სამიზნედ იქცნენ და ახლა ყველა საშუალებით ეძებენ უკან დასახევ გზებს. Bloomberg-ი წერს, რომ საამიროები და კატარი კერძო რეჟიმში ლობირებენ მოკავშირეებს, რომ დაეხმარონ მათ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დარწმუნებაში მოიძებნოს უკან დასახევი გზა, რომელიც შესაძლებლობას გახდის ირანის წინააღმდეგ ამერიკის სამხედრო ოპერაციების დროში შეზღუდვას. პანიკის მიზეზი მარტივია. კატარმა თავისი უკვე მიიღო. ირანულმა დრონებმა შეუტიეს მის ტერიტორიაზე არსებულ მსოფლიოში უმსხვილეს საწარმოს, რომელიც თხევად ბუნებრივ გაზს აწარმოებს, რის გამოც დოჰა იძულებული გახდა ექსპორტი შეეწყვიტა. ევროპაში გაზის ფასი 50%-ით გაიზარდა. ამერიკელი დამცველები უძლურები აღმოჩნდნენ. Bloomberg-ი მის ხელთ არსებულ შიდა ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომ პეტრიოტის საზენიტო რაკეტების მარაგი კატარს 4 დღეში ამოეწურება, თუკი მათ არსებული სიხშირით გამოიყენებს. საამიროებმა სადაც ამერიკული თვითმფრინავები და ხომალდებია განთავსებული, რომლებიც ირანს ბომბავენ მოკავშირეებს საშუალო მანძილზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების თხოვეს. კატარს ჭირდება დახმარება დრონების წინააღმდეგ, რომლებიც, როგორც გაირკვა, ბალისტიკურ რაკეტებზე საშიში აღმოჩნდა. საამიროები და კატარი კერძო რეჟიმში მუშაობენ საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობების სწრაფ გაუმჯობესებაზე. შეიხები მუდმივად ურეკავენ ევროპელ ლიდერებს, ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, იმის იმედით, რომ ისინი შეძლებენ ტრამპის დათანხმებას არ მიიყვანოს საქმე კატასტროფამდე, წერს სააგენტო. გერმანული გამოცემა Berlin Zeitung წერს, რომ რამშტაინის ბაზა ირანზე შეტევების თანამონაწილეა. გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ამერიკულმა სამხედრო ბაზამ რამშტაინმა ირანზე მასირებული შეტევების განხორციელების მომზადებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. Berlin Zeitung წერს, რომ ბოლო დღეებში ბაზაზე მანამდე არსებული აქტიურობა იყო. სატრანსპორტო თვითმფრინავები ყოველ წუთს ფრინავდნენ და ეშვებოდნენ. მათ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით პირადი შემადგენლობა და ტექნიკა გადაჰქონდათ. ამ ამერიკული ბაზის გარეშე გერმანიაში ირანზე შეტევა შეუძლებელი იქნებოდა. რამშტაინი ასრულებდა როლს, რომელსაც 10 წლეულებია თამაშობს. ის ცენტრალური რგოლია ამერიკის კონტინენტს და ხმელთაშუა ზღვისპირეთის მიღმა რაიონებს შორის ოპერაციებისთვის, წერს გერმანული გამოცემა. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო თვითმფრინავმა EI-27B კომპას ქოლმა, რომელიც ევროპის ტერიტორიაზე პირველად გამოჩნდა. ეს მანქანა გამიზნულია მოწინააღმდეგის კავშირგაბმულობის და რადიოლოკაციის სისტემის ჩახშობისთვის. მის გარეშე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემის გარღვევა შეუძლებელი გახდებოდა. მის გამოჩენას რამშტაინზე ექსპერტებმა ძალიან ნიშანდობლივი უწოდეს. ნებისმიერი შეტევა ირანულ ბირთვულ ობიექტებზე სამხედრო ლოგიკის მიხედვით მოითხოვდა პირველ რიგში მტრის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჩახშობას. EI-27B გამოჩენა შეიძლება მიანიშნებდეს წვრთნებზე, ცდებზე ან სამხედრო ძალების შესაძლო განთავსებაზე ახლო აღმოსავლეთში, განმარტავს გამოცემა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ბერლინის ოფიციალური განცხადებების მიღმა რჩება. რამშტაინი არ არის მხოლოდ სატრანზიტო პუნქტი. მისი თანამგზავრული ანტენების გავლით გადის ყველა ვიდეო ნაკადი დრონებიდან და ბრძანებები პილოტებისთვის, რომლებიც შეერთებულ შტატებში სხედან. შეკითხვა ხომ არ ხდება გერმანია თანამონაწილე, როდესაც ამერიკელებს რამშტაინის ინფრასტრუქტურას უთმობს, სულ უფრო მწვავე ხდება. უფლებადამცველი ორგანიზაციები უკვე მრავალი წელია აკრიტიკებენ იმ ფაქტს, რომ გერმანია საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობის წილს, რომელსაც ითმენს რამშტაინის გამოყენებას აგრესიული და დრონებით მიმდინარე ომებისთვის. იურიდიულად ბერლინი უკვე დიდი ხანია საკუთარ ბრძოლაში დამარცხდა. სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მთავრობა არ არის ვალდებული აკონტროლოს ის, თუ როგორ იყენებს შეერთებული შტატები გერმანულ მიწარს, წერს Berlin Zeitung-ი. ამერიკის კონგრესის წევრს მერჯორი ტეილორ გრინს მიაჩნია, რომ ამერიკელები არაფრის ფასად არ დაივიწყებენ დასავლური ელიტების მანკიერ საიდუმლოებებს. ბირთვული ომიც რომ დაიწყოთ, ჩვენ ფერფლიდან აღვდგებით 7 ფეხა მუტანტებივით და მაინც მოვითხოვთ ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნებას, განაცხადა დეპუტატმა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელებმა შესაძლოა კუბა მეგობრულად დაიპყრონ. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე რამდენიმე განცხადება გააკეთა ირანსა და რუსეთზე. მისი თქმით, ირანის რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ შეიძლება არ შეიცვალოს. ამასთანავე ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების სურვილი გამოთქვა, თუკი უკრაინის თემაზე შეთანხმება შედგება და აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტის სწრაფად მოგვარება სურს. მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მექსიკაში კრიმინალურ დაჯგუფებებს მსხვილ კალიბრიანი იარაღით ამარაგებს. ჯერ კიდევ პრეზიდენტ ლოპეს ობრადორის დროიდან ვცდილობ შეერთებულ შტატებთან რამის მიღწევას და შეხედეთ სხვაობას. ფილიპე კალდერონის დროს იყო ოპერაცია, რა ერქვა მას, სწრაფი და მრისხანე. ამ ოპერაციისთვის პასუხი არავის უგია, არც შეერთებულ შტატებში და არც მექსიკაში. მაშინ ამერიკიდან ჩიპიანი იარაღი მექსიკაში შემოქონდა თითქოს თვალთვალისთვის და რა მოხდა? ეს იარაღი მიიღეს კრიმინალურმა დაჯგუფებებმა. მათ ჩიპები მოხსნეს იარაღს და გამოიყენეს დანიშნულებისამებრ. ვინ გასცა ამ იარაღის შემოტანის უფლება? მთავრობამ. პრეზიდენტმა ლოპეს ობრადორმა კი ყველაფერი პირიქით გააკეთა. მისმა ოფისმა ორჯერ უჩივლა შეერთებულ შტატებს მექსიკაში იარაღის რეალიზატორების და მწარმოებლების წინააღმდეგ. ვაშინგტონთან დიალოგში ერთ-ერთი საკვანძო პუნქტია ჩვენთან შემომავალი იარაღის ნაკადის შემცირება. ამასთანავე ლაპარაკია სერიოზულ შეიარაღებაზე, რომელიც ხშირად მხოლოდ ამერიკის არმიისთვისაა განკუთვნილი. მსხვილკალიბრიანი იარაღი, ყუმბარები, ეს ყველაფერი ამერიკიდან შემოდის. თუკი შეერთებულ შტატებს დახმარება უნდა, ამისთვის ბევრი გზა არსებობს და ერთ-ერთი მთავარი გზაა გადაკეტოს ამერიკიდან მექსიკაში მომავალი იარაღის ნაკადი, განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა. ბრიტანული Financial Times-ის ცნობით პენტაგონი მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს ჩინეთის წინააღმდეგ კიბერშეიარაღების შექმნას აიძულებს. ამერიკელ სამხედროებს უნდათ მიიღონ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც თავად გატეხავს ენერგოქსელებს და მოძებნის მოწყვლად ადგილებს დარტყმისთვის. მაგრამ ანთროპიკის ხელმძღვანელმა საჯაროდ თქვა უარი კონტრაქტის ხელმოწერაზე და უმალ მიიღო მუქარა პენტაგონისგან, რომ კომპანია ან მათ მხარეს იქნება, ან ტექნოლოგიებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოართმევენ. წერს გაზეთი. რაბინი რადი გოლდმანი ამბობს, რომ ამერიკამ ომი ეპშტეინის სკანდალის გადასაფარად დაიწყო. მათ ესაა დაიწყეს ორი ომი, რომ ეპშტეინის საქმე დამარხონ. ხოლო ებრაელებმა იციან რა ხდება სინამდვილეში. აი დროითი შკალა, რომელიც ყველას ყურადღების მიღმაა. 19 თებერვალს პრინცი ენდრიუ დააპატიმრეს ეპშტეინთან კავშირების გამო. 24 თებერვალს ბილ გეიტსი ბოდიშსიხდის ეპშტეინთან კავშირების გამო. 26 თებერვალს ჰილარი კლინტონი ჩვენებას იძლევა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ტოვებს თანამდებობას. 27 თებერვალს ბილ კლინტონი იძლევა ჩვენებას. 7 დღეა უწყვეტად მოწმეები ვართ ყველაზე დიდი მხილებლების ისტორიაში. და რა ხდება ამის შემდეგ? იმავე დღეს პაკისტანი უტევს ავღანეთს. მომდევნო დღეს შეერთებული შტატები კლავს ირანის უმაღლეს ლიდერს. ორი ომი იწყება 2 დღის განმავლობაში. აი რას ხედავენ ებრაელები. სკანდალებს იოლად ვერ გააქრობ, მაგრამ მათი გადაფარვა ომებით შესაძლებელია. მთელი კვირა პრესის პირველ გვერდებზე იყო ეპშტეინი, ახლა კი ყველა აფეთქებებს უყურებს. აღარავინ ლაპარაკობს კლინტონსა და გეიტსზე. მაგრამ აი რა არის საეჭვო. იმავე დღეს, როდესაც ირანთან ომი დაიწყო, OpenAI რამდენიმე მილიარდიან კონტრაქტს აფორმებს პენტაგონთან. ვინ ფლობს OpenAI-ის ნაწილს? ბილ გეიტსი, Microsoft-ის საშუალებით. გეიტსის სამშაბათს ბოდიშსიხდის ეპშტეინთან კავშირების გამო და პარასკევისთვის აფორმებს ყველაზე მსხვილ სამხედრო კონტრაქტს ისტორიაში. აი როგორ მუშაობს ძალაუფლება სინამდვილეში. 7 ადამიანის მხილება მოხდა 7 დღის განმავლობაში. 2 ომი დაიწყო 2 დღეში. ვიდრე თქვენ ომებს ადევნებთ თვალს, გეიტსი აფორმებს სამხედრო კონტრაქტებს. პრინცი ენდრიუ თავისუფლებაზე რჩება, ელიტას არაფერი ემართება, განაცხადა რაბინმა რადი გოლდმანმა. შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი კონგრესის წევრმა მელანი სტანსბერიმ იმ ბრალდებებთან დაკავშირებით დაკითხა, რომელიც მას წაუყენეს ამერიკელი პედოფილის ჯეფრი ეპშტეინის გადარჩენილმა მსხვერპლმა მარია ფარმერმა და ვირჯინია ჯუფრემ. მარია ფარმერით დავიწყებთ. თქვენ იცით ვინ არის მაია ფარმერი? ის მუშაობდა ჯეფრი ეპშტეინთან, რომელიც ბოროტად სარგებლობდა და ამით და ძალადობდა მასზე. პირველად ფარმერმა ამის შესახებ ნიუ-იორკის პოლიციას და გამოძიების ფედერალურ ბიუროს 1900
1996 წელს შეატყობინა. ის ამტკიცებს, რომ პირადად ფლობს ინფორმაციას, რომ თქვენ იმყოფებოდით ჯეფრი ეპშტეინის სახლში 3-ჯერ თუ 4-ჯერ, როდესაც იყავით მოქმედი პრეზიდენტი 1995-96 წლებში. მარია ფარმერი ამბობს, რომ მან იცის ეს იმ ფოტოების საფუძველზე, რომელიც მას გისლენ მაქსველმა აჩვენა, ასევე აცნობა პერსონალმა. ამიტომ ნება მიბოძეთ კითხოთ, ბატონო პრეზიდენტო, იყავით თუ არა თქვენი პრეზიდენტობის დროს ჯეფრი ეპშტეინის სახლში? მე არ მახსოვს, რომ ეს გავაკეთე, არ მჯერა, რომ ეს გავაკეთე. როგორ ახსნით ამ შეუსაბამობას? ვაპროტესტებ იმ სპეკულაციების მიმართ სპეკულაციისკენ. არ მივმართავ. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ არ მახსოვს ვიყავი თუ არა მის სახლში. კარგი, გადავიდეთ ვირჯინია რობერტ დიუფრენზე. იცნობთ მას. როგორც უკვე დადგინდა, მან ბევრი წერილობით ჩვენებაში, მათ შორის მაქსველის საქმეზე სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ გნახat თქვენ კუნძულზე ჯეფრი ეპშტეინთან ერთად და ფაქტობრივად დღეს დილით მისმა ოჯახმა გამიზიარა მისი დღიური, სადაც ის წერს, ბილ კლინტონი 2-ჯერ შეხვდა კუნძულზე 2 გოგოს, CTGM-ს და JS. რა სიტყვით ამაზე? ეს ტყუილია, ხომ არ გაქვთ ამასთან დაკავშირებული თარიღები? დღიურში თარიღებია მითითებული? არ მაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ მოხარული ვიქნებოდი გაგვეზიარებინა ის თქვენთვის. ძალიან კარგი, რადგან ვფიქრობ, რომ არის ისეთი ჩანაწერებით, რომლებშიც აჩვენებდა, რომ სად შეიძლება ყოფილიყო კიდევ. ამიტომ მადლობა, მან ეს თავის წიგნში თქვა. ეს მისი პირადი დღიურებიდანაა, რომელიც მისმა ოჯახმა გაგვიზიარა. დიახ, მაგრამ წიგნიც ახლახან გამოვიდა, მას აქვს ეს დაწერილი წიგნში. არ ვიცი, მე უბრალოდ გეკითხებით ჩანაწერს მისი დღიურიდან, რომელიც მისმა ოჯახმა მომცა. ფიქრობ, რომ საბოლოოდ ის სხვა დასკვნამდე მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. კარგი, მე მინდა უბრალოდ დავწმუნდა, რომ ეს ჩაწერილია, რომ ეს ვირჯინია დიუფრენმა განაცხადა. თქვენ ოდესმე გიფრენიათ თვითმფრინავით გისლენ მაქსველთან ერთად კუნძულზე? სადმე წარმოდგენა არ მაქვს. კარგი, სულ ცოტა ერთი გადარჩენილი ამტკიცებს, რომ თქვენ ვერტფრენით იფრინეთ გისლენ მაქსველთან ერთად კუნძულზე. იყო ასეთი რამ, მაშინ მე ეს არ გამიკეთებია, მე არასდროს ყოფილვარ ამ კუნძულზე. კარგი.